როდესაც ადამიანი კარიერისტია, ყოველთვის უკანა პლანზე აქვს პირადი გადაწეული. ამაზე გიფიქრიათ და ხო არ გინანიათ, რომ სათანადო დრო ვერ დაუთმეთ. თუ ასე ჯობდა, როგორც მოხდა? არა, ყველაფერი ისე ხდება, მჯერა, ხო გეუბნები ბედისწერის მჯერა, ყველაფერი ისე ხდება, როგორც და ამაზე იყოს ოსახში საუბარი, რომ აი რას აპირებ და ესე როგორ შეიძლება, მაგრამ სანამ არ დაგატყდება თავს ის გზნობა, რომელიც ბეჭებზე დაგცემს, ხო, მანამდე რაც არ უნდა გააკეთო. თქვენ შემთხვევაში ასე მოხდა? ნამდვილად დიდი სიყვარულია და სითბო. მოულოდნელად მიიღეთ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება. მოულოდნელადაც ესე იყო. არა, როგორ ესე იგი უცებ მოვიდა რაღაცა უზომო გზნობა, უზომო სიყვარული, პატივისცემა, რა ვიცი. აი ესეთი რაღაც თუ მომცელავდა ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს წლები იცნობდით და მეგობრობდით. მეგობრობდით ხო, მაგრამ ეთყობა იმდანად გადავარდნილი ვიყავი თავით და ფეხებამდე ჩემ საქმეში, რომ მაგრამ უეცრად უცებ რო სხვანაირად შეხედავ ყველაფერს და მიხვდები, რომ ვერ ხედავდი იმას, რაც ჩემ თვალწინ იყო. და მე ეს სიყვარულის ნაყოფიც გაჩნდა არაჩვეულებრივ ბავშვები. მაგრამ რთულია მისია, ჩემი ქრობა არ არის ადვილი, ისევე როგორც უნდა მეკითხა, რთულია იყო ნინო სურგულაძის მეუღლე? მგონია რომ კი, იმიტომ რომ ჯერ ერთი გამომდინარე ჩემი ცხოვრების რეჟიმისგან და რითმისგან. და მე ალბათ ცნობილი ადამიანის მეუღლებაც არ არის ადვილი, ხო? მაგრამ ფიქრობ, სანამ არის პატივისცემა და გზნობა ყველაფერი ადვილია, მაინც. მეუღლე უნდა იყოს საუკეთესო მეგობარი. პირველ რიგში მეგობარი უნდა იყოს. იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი ნელ-ნელა რაღაც სხვა ეტაპებზე გადადის, ხო, ურთიერთობა. ახალ ეტაპებზე უფრო სიყვარული რაღაცნაირ ტრანსფორმაციას განიცდის მუდმივ რეჟიმში, ასე მგონია. ეჭვიანობა თუ ანგრევს სიყვარულს? რა თქმა უნდა. როდესაც ჩნდება ეჭვიანობა, რასაც ქვია, მე მგონია რომ თუ ნდობა აღარ არის, მაშინ ურთიერთობა უკვე ეჭვიანი ხართ? კი. მეუღლის ტელეფონში ჩუმად SMS-ები წაგიკითხავთ? არა. არ მინდა ეს მოხდეს, იმიტომ რომ ვენდობი. ის მცირე დოზით ეჭვიანობა ნორმალურია, მაგრამ ეს უნდა იყოს ძალიან სადღაც მოშებდი, რომ ეს თუ გაჩნდა და ეს თუ დაბუდდა ურთიერთობაში, არ მგონია რომ ამ ურთიერთობამ დიდხანს გაკაჩოს, მოდი ესე რომ ვთქვა ტერმინი და საერთოდ მგონია რომ მესამე რო ჩნდება, ხო? შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს. აი ხო არის რაღაც ურთიერთობაში რო ჩნდება მესამე, მგონია რომ პირველ რიგში იმიტომ მესამის ბრალი არ არის არაფერი. აქ ხდება პრობლემა იმ ორ ადამიანს შორის.